მოკლედ, ადგა ერთი ჯიგარი და სამსახურის ძებნას ავტომატიზაცია გაუკეთა კლოდ კოდის დახმარებით. სანტიაგო ფერერი, რომელმაც 16 წლიანი ბიზნესი გაყიდა, AI სფეროში გადმოვიდა და პირველსავე დღეს მიხვდა, რომ ხელით ცივების გადაკეთება და აპლიკაციების გაგზავნა არ მუშაობდა მასშტაბურად. მეორე კვირასვე ეს პროცესი, ანუ აპლიკაციების შევსება, რეზიუმეების გადაგზავნა შეწყვიტა და Career Ops ასეთი პროექტის შენება შეუდგა. ანუ multi-agent სისტემა, რომელიც კლოდ-კოდითაა აგებული და სამსახურის ძიების მთელ pipelines მოიცავს. ვაკანსიებს 10 განზომილებით აფასებს AF scoring-ი. თითოეული ვაკანსიისთვის ინდივიდუალურ ATC ოპტიმიზირებულ CV-ს აგენერირებს Playwright-ით. 45-ზე მეტი კომპანიის კარიერის გვერდებს ავტომატურად სკრაპავს. Batch რეჟიმში პარალელურად ამუშავებს. 4 დამოუკიდებელი კლოდ კოდის პროცესი ერთდროულად. და საბოლოო შედეგად ამ კაცის ამ აგენტურმა ნაკადმა 740-ზე მეტი ვაკანსია შეაფასა, 100-ზე მეტი პერსონალიზირებული რეზიუმე გააგზავნა და Head of Applied AI პოზიცია მოიპოვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის Auto Apply Spam bot-ი. ფილოსოფია Human in the Loop-ში მდგომარეობს. ანუ AI აანალიზებს, ადამიანი კი წყვეტს. ანუ ყოველი აპლიკაცია გადახედილია გაგზავნამდე. და ასევე ბოლოს უნდა ითქვას, რომ არქიტექტურულადაც საკმაოდ საინტერესო მიდგომაა. ერთი გრძელი სისტემური პრომპტის ნაცვლად 14 დამოუკიდებელი skill mode-ი არსებობს პროექტში. შეფასება, სკანირება, გაგზავნა, PDF-ი, ტრენინგი და ასე შემდეგ სხვადასხვა. თითოეულს საკუთარი კონტექსტი და წესები აქვს. მოდულარული, ტესტირებადი, დამოუკიდებლად განვითარებადი. სისტემა ზუსტად იმ კომპონენტებს ავლენს, რასაც საბიზნე პოზიციები მოითხოვს. Multi-agent არქიტექტურა, ავტომატიზაცია და LLM Ops. ნამდვილად ღირს ამ რეპოზიტორიაში ჩახედვა, თუ გაინტერესებს HR, დამიწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში და აუცილებლად გამოგიგზავნით, გადახედეთ და თითოეულ თქვენგანს თქვენ შეგიძლიათ საქართველოს კონტექსტზე მორგებული ამგვარი აგენტი ააწყოთ, თუ კი დაინტერესებული ხართ ამ თემით, ან თუ კი უბრალოდ გჭირდებათ.